თუ ვინმეს ჩემსავით კიდევ გიყვართ მჟავე კენკრის და ტკბილი ბისკვიტის კომბინაცია, ეს კექსი აუცილებლად მოგეწონებათ. თან ისეთი დესერტია ძალიან უნდა მოინდომო, რომ არ გამოგივიდეს. არ დაგჭირდებათ არც მიქსერი, არც ბლენდერი, არც არანაირი ხელსაწყო. დაგჭირდებათ მხოლოდ ხელები, ძალიან ცოტა დრო და ძალიან ცოტა მონდომება. ინგრედიენტების დეტალურ ჩამონათვალს, რაოდენობას და მოცულობას, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის დაგიტოვებთ აღწერაში. აი მაგ ყველა ინგრედიენტს რომ გადაურევთ ერთმანეთში და მიიღებთ ერთიან მასას, თქვენი მასა უნდა იყოს დაახლოებით ასეთი კონსისტენციის. გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი საცხობი ფორმა, რომელზეც აუცილებლად უნდა მოათავსოთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვათ ცხიმი. აღნიშნულ ფორმაზე მოათავსეთ თხევადი მასა და დროებით გადადეთ. ამ კექსს ექნება ორნაირი, რბილი და ხრაშუნა ცომი, ახლა მოვამზადებთ ხრაშუნა ცომს ძალიან მარტივად. ამისთვის უბრალოდ ფქვილს, კარაქს და შაქარს გადაურევთ ერთმანეთში და სრული შემთხვევაში დავუმატებთ კვერცხს. შემდგომ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ კენკრას მოაყარეთ ცოტა ფქვილი და მოაყარეთ ფორმაში მოთავსებულ თხევად მასას. კენკრას ზემოდან მოაყრით თქვენთვის სასურველი რაოდენობის ფქვილ მასას და მოათავსებთ ღუმელში. სანამ კექსი ცხვებოდა, ჩემს სახლში საოცარი კენკრის და დარიჩინის ურმელი ტრიალებდა. ეს კექსი შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერ სეზონზე თქვენთვის სასურველი ხილით. შეგიძლიათ მოამზადოთ ხრაშუნა ფენის გარეშე ან ხილის გარეშეც. ნებისმიერ შემთხვევაში ისეთი გემრიელი გამოდის, გარანტიას გაძლევთ არც ერთი ლუკმა არ დაგრჩებათ. თუ მოამზადებთ, აუცილებლად გამიზიარეთ. დროებით!